მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს 8-ის ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა უცხოეთში მყოფი ქართველი და პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო, ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და დღეს ჯარი მინდა აუცილებლად მოვიკითხო ჩვენი სანაკებო და მართლა საამაყო ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც გათავი აქვთ გადადებული და ესეთ ჩვენ კეთილ დღეობაზე ზრუნავენ და ეს იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი ყავს კიდე გარდა იმისა რომ მღვდელი არის იმის გარდა იმისა კიდე მამაო იქ მსახურობს ჯარებში ძალიან ღირსეულად და დიდ აი ძალიან მიხარია ხოლმე ამ ადამიანის სტუმრობა იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალ რამეს ვიგებ ხოლმე და მადლობა ღმერთს ამისათვის და ჩემი წარდგენა საჭირდება იმიტომ რომ ყველა მითის უკვე მამა დავით ლონდარიძე დაგლოცეთ მამაო შეიძლება საღამოშიდობისა მე ვსალმებ თქვენ ტელემაყურებელს რადიო მსმენელებს მიხარია კვლავ შეხვდით ჩვენ ეთერში დიდი მადლობა მამაო ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი და მამაო ყველაზე დიდი სირთულე რაც კი შეიძლება რომ ჩვენ ქვეყანას და აი ჩვენ აი პატარა ერს მოუვიდეს ის რომ ერთმანეთისადმი მამაო ძალიან ვართ რაღაცა თან გადაკიდებულები მტრად ვექეცით ერთმანეთს როგორ უნდა მივხვდეთ მამაო რომ ადამიანი ადამიანისთვის გაჩნდა და არა რაღაცა მტრობისათვის ერთმანეთისადმი იმიტომ რომ რაღაცა დანდობა და ის აღარ არის მამაო საზოგადოებაში და რამ განაპირობა ეს ყველაფერი თუ შეიძლება ამის შესახებ რო გითხრათ ეხლა ახალი არ არის ეს თემა პირველივე პროცესი ადამიანის შექმნისა მისი ოჯახის განვითარებისა აი ამ პროცესი იყო ესევე ჩაითესა თავიდანვე და როგორ ტრაგიკულია ხოლმე ეს ვიხსენებ ხოლმე რომ პირველი კაცის პირველმა შვილმა თავის პირველი ძმა მოკლა დაპირისპირების საოცარი ფორმა იყო ეს დაპირისპირების და მტრობის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს ერთ შემთხვევაში შური მეორე რაღაცა უპატიებლობა არ შეიძლება ერთი მიზეზი იყოს კედმაღლობა ამპარტავნება რაღაცის გამო და წყენის არ დავიწყება არ მოთმინება ყველაფრისათვის ეს შურს აძლიერებს და ათმაგებს შემდგომში ამ ადამიანურ დაპირისპირების ამ ძალას და ძალისხმევას კარგად სარგებლობს რა ეშმაკი ათმაგებს და ასმაგებს იმის მაგივრად ადამიანმა რომ ადამიანს თავის საზღვარი აქვს იცით აი სიკეთის კეთებისაც დაუშვოდა პირობითად და ბოროტის კეთებისაც შემდგომში ამაში როცა კეთილი ანგელოზები ერებიან სიკეთე საოცარ მასშტაბებს იღებს და როცა ბოროტის კეთებაში შენი არჩევნით მომხრედ მიემხრო და მოიყვან ბოროტ ანგელოზები რა თქმა უნდა ისინი შენი ადამიანური ძალა გაათმაგებული ძალით იბრძვის და ანგრევს და დესტრუქციაში ამოვაკ ურთიერთობებში რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ურთიერთობებში ეხლა ისეთ პატარა ერს როგორც ჩვენ ქართველები ვართ მცირე რიცხოვანს პატარა მცირე რიცხოვანი როგორც ქართველები ვართ განსაკუთრებით ვნებს ეს საკითხი იმიტომ რომ ისედაც ჩვენი რეგიონში ვარ სადაც იკვეთება ეს აზია ევროპისა და ჩრდილოეთის აფრიკის რაღაც ინტერესები პოლიტიკური ინტერესები რელიგიური ინტერესები დაპირისპირების სხვადასხვა მრავალი ფორმა არსებობს ჩვენ ამ რეგიონშივე ისტორიულად რაღაცა გაუგებრობების გამო ცალითვალის მზერა შენსკე რაღაც ალმაცერად ეს ყველაფერი არის და ამიტომ თუ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი მტკიცე ყოფობა აუცილებლად უნდა გქონდეს უპირველეს ყოვლისა ერთმანეთს მიმართ კეთილი დამოკიდებულება იცით ახლა ამაში არ იქნება ისე ხავერდივით ყველაფერი ვითარდებოდეს აი ხანდახან გაუგებრობებით გიწყება რაღაცები ბევრი მე როცა ახლა ჩემ რევში ურთიერთობა მიწევს ხოლმე ხანდახან რევში რაღაც ურთიერთობებს სამეზობლოში თუ იქით რაღაცა თემა რაღაც ჩართულობა ამ თემაში 50% ამ გაუგებრობიდან არის აბსოლუტურად უსაგონო ეს არის გაუგებრობა და მეუბნები მე რომ არ შეიძლება ადამიანის ურთიერთობა რაღაც გაუგებრობები და ნააგონ ურთიერთობა რას ნიშნავს გაუგებრობა იცით აი რაღაცა წყენის მიზეზი არსებობს რა თქმა უნდა რაღაცის გამო რაღაც ანიმას გენდო რაღაცა არ მიესალმა დილით რაღაც ვერ დაინახა ამან იფიქრა რომ მაგალითად აქედან იწყება ყველაფერი და მე რითო ახედავ არ გეკადრა და ნაწყენია იმ რაღაცაზე და მე ეს გაწყობას გიქნის თელი დღე მე აი ეს გროვდება მუხტს იძენს რაღაცა და მე უკვე როცა ურთიერთობაში რაღაც ხდება მე უკვე თავი დიდ დროს თამაშობს რაღაცა გადასაწყვეტია ხო ეხლა ისე ლაპარაკო პირობითად ყოფიჩი რო ლაპარაკოთ ეხლა რაღაცა სალაბაზო კარებით დაი ჩაკვეტა გვინდა რა ერთ მეზობელს მეორებმა წენა აქვს რაღაცა და რადგან ის არის ინიციატორი ამ კარებით ჩაკეტვისა უარს ამბობს და ხელისუფლების თელა სამეზობლოს რადგან ეს სადაბოს შესული კარი ჩაიკეტოს იმიტომ რომ იქ ხან მოწევა ბავშვები დადიან ასე შეიძლება იქ რაღაც ნევსიც კი ეგ ვიპოვით ასე აი ახლა ნახე დამოკიდებულება გორია ორ ადამიანს შორის პირი დამოკიდებულება გადაიზარდა უკვე 64 ადამიანის პრობლემაში გადაიზარდა
ხო? აი აქ უკვე სხვა მასშტაბს უკვე სხვა ხარისხია დანაშაულის მე ესე ვიტყვი შეიძლება ადამიანი გაუგებრობებით იყოს რაღაცა გაუგებრობა და ასეც არის მაგრამ როცა შენი პირადი დამოკიდებულებების გამო ურთიერთობების გამო უკვე სხვა ხალხის ზარალდება და შენ ამის არა გაქვს იმის შინაგანი უნარი იმისა რომ შენი პირადი გააჩე როცა საქმე ეხება საერთოს ეს უკვე მე არ ვიტყვი ეს აღარ არის პირობითად შეცდომა ეს უკვე დანაშაულის პირადი არჩევანის ძალიან ღრმა წასული უკვე პრობლემაა შინაგანი შენთვის და ხა ეს მასშტაბს ეხლა ჩემს სამაზობლოდან თუ საქვეყნოში გადმოვიტან იგივე ხდება დაუშვათ აქ როცა ვიღაცა პირადი ინტერესების გამო აზიანებს ერჩევენ რაღაც ინსტიტუციას მაგალითად შეიძლება თქვენ ხა ჯარი ახსენეთ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ერთმა ჯარისკაცმა რაღაცა გააკეთა და აი ჯარი ისეთია ჯარი ასეთია ან იქ აი მოგოლა 1000 რაღაცა შეიძლება მოყვეს ამას და მე ნეგატიური არა და არ არის სწორი ძალიან კარგი სულ მიწოს ხომ ხანდახან აი განსაკუთრებით მშობლებთან ნახეთ როგორია მშობლებს და შვილი ჯარში გაშვება არ უნდა არგუმენტად მოყავთ რომ იცი რა სცივად შიათ და ვეუბნები რას ლაპარაკობ ნახევარ საქართველოს ზეგი 80% საქართველოს არ ჭამს ისე როგორ ჯარი იყובება მიდა ნახეთ მე ღია კარიდას აწყობენ ახავე როგორ არის აი ეს ყველაფერი ახლა არ დედასატა უნდა არ უნდა შვილი ჯარში გაუშვას და ამით იმის გამო რომ თავი შვილი დაიცვა და პოზიცია გაამყაროს იგივე ეგოისტური მოსაზრებით იმას ამკნინებს იმ რაც ბევრად მაღალია მის პირობითად ოჯახზე და პიროვნებაზე იმ ინსტიტუციურად მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ და უმაღლეს რეიტინგი იგია ასე ვთქვათ საპატრიარქოს და ეკლესიის მერე ჩვენი შეერაღება ძალიან მოდიან რეიტინგით ხო ამას აკნინებენ და მე ეს საბოლოო ჯამში ამას რას იწევს იცით ბიჭები ამფარებული ამ რაღაცას დაუშვათ ამ ხაი შემთხვევაში კომფორტ მეორე შემთხვევაში რაღაცას ამ ცრუ რაღაც ინფორმაციებს აღარ მიდიან ჯარში ინტენსიურად და ეს ჩვენ იცით და ჯარში რომ მოდიოდან რა ჩემ მაღალი განათლებული მაღალი ერუდიციის კადრები რომ ჩვენ შერჩევის საშუალება გქონდეს არჩევის საშუალება გქონდეს როცა ეს არ არის მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა ხარისხობრივად გვიწევს მათთან მორგება ისე რომ ესეა დღესაც ხა საქართველოში ადამიანები აი ამ იდეოლოგიურ დაპირისპირების გამო დაუშვათ ან სხვადასხვა დაპირისპირების იდეოლოგიურ დაპირისპირებას მე ჩვენ ვერ ავწდებით დღეს ისეთი დრო მოვიდა სამყაროში ჩვენ ხედავთ რომ უკვე მართლა გაიყო სამყარო ბზარი უკვე გაღრმავდა და უბსკური გახდა და უკვე მისი ჩვენ და მათ შორის ურთიერთობა ყოლა წარმოუდგენლა მე ჩვენმა პირად თუ არა ღვთის განგება და მადლი იმიტომ შეიძლება თუ ქართველი კაცი ღვთისწყალობით და მადლით ამ დაძლევს ამ ნიჰილიზმს დაძლევს ამ ცრუ ლიბერალიზმს ამ ხო ნეობოლშევიზმს რაღაც ამ იდეოლოგიას დაძლევს არა მაშინ რა თქმა უნდა გაერთიანება სად მოხდება ამ დაძლევა და გაერთიანება ეკლესიის წიაღში მოხდება და გაერთიანება ძალიან კარგად იცის ტერმაც რომ უმთავრესი გამაერთიანება არა პარტიებია რომელიც რაც თავისთავად იდეაში ნაწილს ნიშნავს რაღაცა ლოკალურ რაოდენობას არამედ ყველაზე გლობალური სივრცე ეკლესიაა და სწორედ აქ უნდა რომ დააზიანოს დააკნინოს ეს ეკლესიის როგორც უდიდეს ინსტიტუცია ცხონების წიაღი რათა ადამიანება აი ამ წიაღში არ დაიწყო გაერთიანება არ დაიწყო ამ წიაღში და თქვენ მე ხალხ ჩვენ მართლაც ვხედავთ რომ ადამიანები რომელიც იმ იდეოლოგიის მომხრიანებენ მარცხენა ლიბერალური ფსევდო იდეოლოგიისა აბსოლუტურად წყდებიან ეკლესიის წიაღსაც ეკლესიის მე ჩემ რევში ვხედავ ადამიანი რომელიც გავიდა ეკლესიის წიაღიდან უცე გაიყვა რომ ის აღმოჩნდა მათთან თავ იდეოლოგიად აღმოჩნდა მათთან აუცილებლად არ არის იქ შენ მიტინგზე გამოხვიდე და რაღაც მაშხალები ისროლო არა იდეოლოგიად აღმოჩნდა აზროვნებით იქ არის მე ვხედავ მათ პოსტებს რაღაცებს როგორ დაუკავშირე იმიტომ რატო ცოცხალი კავშირი დაკარგეს ეკლესიასთან მე უკვე ნახეთ იგივე არგუმენტებს აქედან მოწოდებლ არგუმენტებს იყენებენ აი იცი რა ის მოხდა მე ვეუბნები აი ის შენ მღვდელსა და შენ ჩელაპარაკო მღვდელზე რომელსაც შენ მოყავს არგუმენტად ის ხო სხვისი მოზღა მე ხო შენი მოზღარი ვარ ჩემგან გავს რამე გიგძვნია შენან გაგიგა რაღაცა ხო არა თქვენ არა თქვენ არა აი ესეთი სიყალბეა ესეთი შენაზავი სიმართლისა და ტყუილისა რომ ადამიანი თუ სუსტია ეკლესიას ოდნა მაინც ჩამოციდა უკვე ვეღარ არჩევს ამას და ნელ-ნელა თავის აღმოჩნდება იმ წიაღში რომელიც ეკლესიასთან ყველა რბილად ვიტყვი არ არის ასე მეგობრულ დამოკიდებულებაში და კეთილ განწყობილ დამოკიდებულებაში ყველაზე რბილად ვიტყვი თუ არა და ეს გაღმავდება საბოლოო ჯამში და მიდით ტრობამდე ეკლესიისა ამას რა თქმა უნდა ესე ახლა ეკლესიაშიც არ ვიცი როგორ შეიძლება იყოს მაგრამ დაპირისპირება ეკლესიაში ვნახეთ ჩვენ ხო და არის კიდევაც ახლა ეს
პერისპერი ესე არათანხმედრა რაღაცეებში ხო ხო მე სულ ვამბობ ეხლა არა იმიტომ რომ დავშად მე ჯარიდან მოვდივარ და ჩემი ორ კარიერა ჩემი ცხოვრების ჯარში გაიარა წესრიგი არის აუცილებელი წესრიგი არის საჭირო ყველგან და არ არსებობს წესრიგი დისციპლინის გარეშე თუ არ იქნება დისციპლინა არ იქნება არანაირი წესრიგი იქნება ქაოსი და ანარქია ამ ქაოსი და ანარქიაში შემდგომში სარგებლობენ ისინი ვინც ეკლესიის მტრები არიან და ისინი კიდევ ვინც კიდევ ვიძახი მომხრეები არიან იბნევიან და იბნევიან როცა ადამიანი დაბნეულია ის ხარისხობრივ აქტიურობას მოკლებულია იმისგან ვეღარ აქტიურობს ისე როგორც უნდა აქტიურობდეს ვეღარ გიდგას მყარში ესე მკვეთრად იმიტომ რომ დაბნეულია ამიტომ კარგად უნდა იყოს ჯობია ეხლა ბიოლოგიაში არის რაოდენობა ცვლის ხარისხი. ეგ მადლობა ღმერთს ეკლესიაში ესე არ არის. ჩვენთან პირიქით ხარისხია გადამწყვეტი ერთი კაცის მორწმუნოებამ 1000 კაცის მტრობა დაიძლევა და ურწმუნება დაიძლევა. ეს ჩვენ რამდენი ესეთი მამა ყავდა რომ სოფლეკელებში მონაწილეობდნენ და ერთ ორის არხელმოწერით ეკლესიამ გადაარჩინა თავისი სწავლებები. ასე რომ დღეს ჩვენ თითოეული ჩვენი მე ეკლესიის წევრებს მივათავ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში და არ ემათ ვიახე ვინც ახლა ეკლესიის წევრები არ არიან თუ ჩვენ ვართ ეკლესიის წევრები გვახსოვდეს რომ მტრობა ოპეროს სკოლისა ქრისტეს აზიანებს და ქრისტეს მინერალს აზიანებს ეს უნდა გვესმოდეს კარგად არ არსებობს პირადი მტობა ერთი პირადი მტერი ყავს აკი ქრისტიანს ეს არის ცოდვა და ცოდვის უგანს ბოროტი განარჩენი არაფერი არ შეიძლება იყოს ჩვენ თუ ამ ბრძოლაში ჩავერთვებით პირად ბრძოლაში ჩავერთვებით მაშინ ჩვენი მთელი ენერგია გაიფანტება გაიშლება და აღმოჩნდებით ისეთი ინსტრუმენტები შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტის ხელში და მათი მისი მანიპულაციით ვიმოქმედებ. ეხლა ეს არნიშნავს იმას კიდევ ვიძახი რომ ეკლესია არ დავიცვა თუნდაც რაღაცა ფორმით არა ეხლა ლოცვა და მარხვა ის უმთავრესია იმიტომ რომ ხოლო ლოცვა და მარხვა და ბოროტი ესე განერეს მაგრამ კიდევ ვიძახი რადგან ეს ხილული ეკლესიაც არის თავის საზღვრებიც აქვს ამ საზღვრებში უხეშ შემოჭრას და რაღაცას უნდა დაუპირისპირდე კიდევ ვიძახი შინაგანი რწმენით ჯურის აღსრულებით იმიტომ რომ ხოლო აი ამ რწმენა იზრდება საეკლესიო ჯურის აღსრულებით და საკუთარი შემდგომში ჯურის გამოვლინებებით ახლა ჩვენ თუ ვამბობთ ერთს და ჩვენი სარწმუნოება და ქცევა თუ არ ემთხვევა ერთმანეთს ეს უკვე ძალიან არ არის სწორი ერთი მამა ამბობს ყველაზე ძნელი და ცუდი ადი ქრისტიანებისთვის არის ის სადაც არასწორი ქრისტიანები ცხოვრობენო ის კი არა დავუშვათ ჩვენ ხა სადმე მტრულ გარემოში აღმოჩნდით სადაც სხვა აღსარებელები იქნებიან და წამება და ის გველოდება დავუშვათ არა იქ სადაც არასწორი ქრისტიანები არიან არასწორი ქრისტიანობა ჩემთვის ნიშნავს იმას რომ აღიარებდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს უნდა შევძლოთ მე არ ვიცი ხა ქართველები და ესეთი ტემპერამენტიანი ამავე დროს რაღაც ინდივიდუალისტები ვართ დაუშვათ გვიჭის ერთ იდეას გარშე გაერთიანება ხო ამბიციურები ვარ და ამიტომ ხო ესეა უჩემოდ ვითი მღერეა ხო და ამიტომ მე მაინც გონია რომ კიდევ ვიძახი წიაღი ჩვენი გამაერთიანებელისა არის ეკლესია აქ ხდება მოთმინებით ატანა რაღაცა გაუგებრობებისა თუ დაუშვათ შეიძლება წყენებისაც და ამავე დროს მიტევების პროცესიც აქვე ხდება. სხვაგან არ ხდება ეს. სხვაგან ნებისმიერ ტრიბუნა ნახეთ როგორ მძაფრად რაღაც ლექსიკაზე ლექსიკი თუ იმით ერთმანეთს ავი ტალახში სრიან და ასე შემდეგ. აქ ხდება ეს ყველაფერი. ის ვიც ეკლესიის წევრები ქვია და ვარ და მოვიაზებს საკუთარ თავს. უნდა გვახსოვდეს რომ ეშმაკი ანაწევრებს, აცალკავებს და უფალი აერთიანებს. აერთიანებს უფალი წიაღში ეკლესიისა, სხვაგან ერთიანებელი არ არსებობს შემოსავალ. ამიტომ უნდა შევიყვაროთ ეკლესია. უნდა შეგვეძლოს მიტევება და შეგვეძლოს მოთმინებაც ამავე დროს. მოთმინება უნივერსალური ხერხია, აი ამ გაუგებრობისა და მტრობის არ გაღვივებისა და არ გაღვიძებისა. იმიტომ რომ ვინც ითმენს, ისე იგებს, რომელმა მოითმინოს სრულიად, დაითმენოს, იგი ცხონდეს, უფალი ამბობს. ჩვენ ხანდახან უდებთ ხოლმე ზღვარს ამ მოთმინებასაც, იცი? აი, აქამდე მოვითმენ, მის მეტი მოუთმენ აღარ შეიძლება. ესე ზღვარ უფალს არ დაუდია. მან თქვა, რომელმან დაითმენოს სრულიად და მოითმენოს სრულიად, იგი ცხონდეს. მოთმინების გარეშე არ არსებობს არც აი საზოგადოების გაერთიანება, არც ოჯახში ერთობა, ყველაფერი დანაწევრდება თუ არ მოვითმინე. თუ მეუღლე ცოლს არ უთმენს რაღაცას, ცოლი მეორე მეუღლე თუ შვილები აი ეს ყველა მამა არ ითმენს ამ შრომას და ასე ყველაფერი შეიძლება დაკარგო. მეგობრობას შორისაც შეიძლება მოხდეს, გაუგებრობა მოხდეს და რაღაც წყენებით შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ამას მაღლა დადგები შენ და შენთვის მეგობარი მართლა ძვირფასია, მაშინ მას უთმენ.
და იმიტომ შეიძლება ის დაკარგო და არ გინდა რომ დაკარგო ეს, მაგრამ თუ შენ თუ ვინმე ძვირფასი არ არის, მას არც უთმენ და ეგრევე იმ წუთში იმეტებ. ამიტომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი მამაო და როგორც თავი ჩვენი, მართლა რა მაგარი იქნება მამაო, ისე ჩვენ თავს ასაც პატიობთ, რომ სხვებსაც ვაპატიოთ, ეგ რა კეთი რა მაგრები ვიქნებით ღვთის წინაშე. ისე მამაო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი ხშირად ყველა ბევრს უსვამ ხოლმე, რომ ეშმაკი მართლა ბოროტი გვებძვის იმაზე, რომ ღმერთს აი მართლა უახლოვდება და საერთოდ მიზანი რისთვისაც გავჩნდით ამასებთვის, ამ მიზანს, რომ ცხონებასებთვის, რომ ყველანაირად ჩაგვითხოვოს, რომ ვერ ცხონდეთ რა, ყველაფერს გვიკეთებს, აბსოლუტურად ყველაფერს გვთავაზობს, ხო? აი გეფიცებით ყველაფერს მართლა ეკლესიაშიც რო იყო, იქაც რაღაცა ისეთ საცდურ შემოგთავაზებს ადამიანს, ხო? ყველგან მამა ოჯახში და ყველგან თავაზობს, რომ დაგაშოროს ღმერთს და ზეცად რომ დაკარგო. ეს არის მისი მიზანი. მამა ჩვენ როგორ არ უნდა წამოვიდეთ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ადამიანები მართლა კაი ხალხი არიან, უბრალოდ ტყუდებიან ხოლმე, მამა, ან თავს იტყუებენ ხოლმე რაღაცა და აი ეს ანუ არ იმაშვებიან მამო აი როგორ იცი თქვენ რო გიპირისპირდებათ ადამიანი მაგალითად მე რო გიპირისპირდები ჩემი პირადი რაღაცა პატარა ამბიციის გამო ხო ამ ამბიციის უკან ხო ძალიან დიდი საქმე რო ფუჭდება ამას ხო უნდა დაუკვირდეთ ჩვენ რო აი დღეს ჩვენ მამო აღარ ვიქნებით და ამ ყველაფერს ღმერთი გეტყვის რომ მე შენ ამის დასახმარებლად გაგიშვი თუ ამის განსაკითხა და ჩასაწირად ხო აი მაგალითად ტერი რო ხარ ხო ადამიანი რა ცუდი რაღაცა ეხა მტერი რო ხარ ადამიანი ზრუნავ იმაზე რომ ის ადამიანი ფაქტიურად არ ცხონდეს ხო ფაქტიურად ყველაფერს უშავებ და გინდა რომ დაიღუპოს ხო ანუ მტერი რა ანუ მტერს მეტი რა მისია აქვს მამა ხო ფაქტიურად ეშმაკს უქსევ იმას რა შენი სახით რა თუ შეიძლება მამა აი ეს მტრობა როგორ უნდა მოვერიოთ აი ამ მტრობაზე მაღლა უნდა იმიტომ რომ ნებისმიერი საქმე მამა რაშიც თქვენ მე მოგიგებთ ან ნებისმიერს ხო იმაზე მეტი ჩვენი ტკბილი ურთიერთობა რომელიც ღმერთს გაახარებს ხო და ეს ჩვენ მამა მეორე ხარისხოვნად მივიჩნიეთ უკვე და პირადი ამბიციების გამო ხო ხედავთ მამა ამ ხელა დაპირისპირება ერში მამა 3 მილიონი ვართ მამა და 10 კაც ვერ ნახავ თანამოაზრეს მამა ერთმანეთს ჭამეს უყოლა გარეთ რა ეკლესიის გარეთაც მოხ ლაპარაკი რა მამა თვითონ იქაც აი ერთი თითქოს ერთ მისიას ვინც ასრულებს იმაჩიც კულარებში კიდე ერთმანეთს ეჭყუბებიან ხო ჩვენთანაც ხდება მამა ყველგან ხდება ეს პედაგოგებში ხდება პოლიციელებში ყველგან ხდება აი რა ხდება მამა რა ამბით აი რასთან გვაქვს საქმე თუ შეიძლება იცით აი ძალიან ესეთ რა მარტივია როგორც ბოროტი როგორც სუბსტანცია არ არსებობს ბოროტი არის იქ სადაც სიკეთის მოკლება ბოროტება ჩვენ ვიცით როგორც სიბნელე თავი მისი ფილოსოფიო ახსნაც კი არ არსებობს სამყარო მოიაზრება ნათლად და თუ ჩვენ ბნელსადმე წამოვიდგენთ ეს არის სინათლის დეფიციტი სინათლის მოკლება როგორც ბოროტება სიკეთის მოკლება და ასე შემდეგ ეხლა ადამიანი როცა ესეთ რაღაცებს ამჟღავნებს ხო რა თქმა უნდა მასში აშკარად სინათლის და სიკეთის ანუ სიყვარულის დეფიციტია ყვაუცილება სადღაც როდის ხდება სიყვარულის დეფიციტი ჩატო გადადის თუმცა შენი პირადი ეგო წინ მოდის და შენს რაღაცა ინტერესს შენს თამოყვარეობა შენ პიროვნებას რაღაცას გამოწინაყენებ მე რა თქმა უნდა სიყვარული დეფიციტია ამ დეფიციტიდან მოდის მე ყველა უამრავი პრობლემა მაგრამ ერთი გვახსოვს და შენ მაგალითად მე მიპირისპირდები ან მაპირისპირებ სხვას და ეს იწევს ამ რაღაცა ნეგატიურ დამოკიდებულებას ერთმანეთში და გახსოვდეს რომ ამ შემთხვევაში არა მარტო მე ხო ზარალდები თავისთავად რომელიც მე ცხონებისკენ მედივარ თქვენ ეს თქვით იმიტომ ამ გზაზე ჩემთვის უდიდეს დაბკოლება ხდება ეს არ არის ადვილი შემდგომში ცხენის რაღაცების და გადალახვა და შერიგება პროცესი ძალიან რთულია ქართველებს განსაკუთრებად ძალიან გვიჭირს ბოდიშის მოხდა ბოდიშის ხო კი მიხვალ ახლა მე რამდენჯერ მინახავს რომ ხო აწყენა რაღაცა ჩაიხუტებიან გადაეყო და მაგრამ ბოდიშს ვერ მოახდებიან არა სიტყვა იმიტომ რომ ბოდიში არდა მომე გვეუბნებიან აუცილებლად ვიდრე შენ ღმერთთან მიხვიდოთ მაგ ჯერ ხო იქ უნდა მიხვიდე მას შეურიგდა როგორ შეურიგდა მას შეურიგდა ბოდიში და აქედან დაიწყოს ყველაფერი უჭირს და ძალი ეს სიტყვა სატანისთვის გამანადგურებელია გამანადგურებელია და ამიტომაც ამ სიტყვას არ გათქმევენ ყველაფერს გეტყვი ჩაგახუტებს აქ ყველაფერს გადაგახო ოთ ეს სიტყვა არ თქვა. არა და ეს არის სწორედ ის არ ვიცი გასაღები ნამდვილად გულის გასაღებია. ეს არ როცა იმ ფესს სამპარტანებისას კლავს და შენში პირველ რიგში და მას უღებს გულის კარებს აღებს. აი ეს ყველაფერი და რა აზრია რა ჩემი რაღაცის კეთებას თუ მე მაგალითად ჩემ რაღაცა ქცევამ ჩემი
ახლობლის ხო ჩემი ქართველის თუ ქრისტიანი ადამიანის ზოგადად ადამიანის სული ცხონებიცის სვლა დააბკოლა და მე გაყვნე მიწის დამკოლებელი ამ შემთხვევაში ერთმა რომ დააბკოლოს მაცხოვარი ამ ჯობია ვირის საფქვავი მოიბალ და წყარში გადავადოსო წამების საშინელი საშუალება აბან ჯვარც მას უდრის ალბათ ვინც ახლა წყარში როგორი მდგომარეობა აი ესეთი მძიმე იქნება ეს ხვედრი ამიტომ გვახსოვდეთ ჩვენი ქმედებით უნდა სიკეთე დაითესოთ თუ ჩვენი ქმედება რამე დესტრუქციას ქმნის ისიც ხო ზარალობს თავისთავად და მეც ზარალდები ამ ეშმაკი ერთ გასწორით ორივე ორ კურდღეს კლავს ჩემში და მისშიც ახლა როგორ უნდა მივხვდეთ ქართველები ამას რომ სად გავჩერდეთ უნდა მით უმეტესობას კიდევ ეძახი რაღაცა სხვა უფრო ჩემზე მაღალი ზარალდება აი ეკლესია სამშობლო ზარალდება ხო ამის გამო რომ მე რაღაც ჩემპიონატი ამბიციები ვერ დათმე ჩემპიონატი წყენა და თან გეუბნება შინაგანის ხო შენ მართალი ხარ ხო კარგი თუნდაც მართალი იყო მაგრამ როცა შენ სიმართლის დაცვაში მოდი თქვა როცა შენ სიმართლის დაცვაში აი ამხელა უფრო მეტი ადამიანი ზარალდება რა არის შენი პირადობა ისეთი რომ არ დაითმოს თუ 10 ადამიანი გადაარჩინა აი როგორც მაგალითად ვიღა სხვა ადამიანი რო გადაეფარო ამბრაზურას და შენი ერთი სიკვდილით 100 კაცი გადაარჩინო აი ეს შენ უნდა შეიძლება ამის გაკეთება რომ დათმო შენი ეგო ამბიცია კიდევ არ არის ადვილი მაგრამ ეს აუცილებელია აი ფსიქოლოგიაში არის ესეთი აუცილებლობის მომენტი რომ ის მომენტი თუ ამ მომენტი თუ გადალახე და არ მოვაცილეს მაშინ იცით რა მე უკვე წითელი ზღვის გადალახე მე უკვე უკან დაბრუნება არის კატასტროფული რთული აი დგება მომენტი ამ ეს აუცილებლობის მომენტი მე როგორც მეთაურს ხშირად გქონდა ხოლმე ხა მიჭის რაღაცები ოპერაცია დაიგეგმა იქ მე პიროვნები უნდა ჩართო ამაში და გაუშვა აი აუცილებლად ბოლომდე მიჭედა ხომ ვინ გაუშვა ვინ არ გაუშვა მაგრამ უცად დგება აუცილებლობის მომენტი რომ უკვე ხვალ ოპერაცია შესრულდეს უკვე იქ აღარ უნდა იყოს კამათი არაფერი და ასე ხა თუ მithumetes შენ ხა ორიენტიერი გაქვს ზოგადად ტაქტიკაში საბრძოლო ტაქტიკა ეს რაღაცა ყოყმანს ჯობია აი გააკეთო რაღაც პოზიციაზე გააკეთო ის გამოაჩეს მე სწორი იყო თუ არასწორი იყო მაგრამ აი მithumetes ეგ ყოყმანი აქ არ არის ყოყმანი საყოყმანო რა გვაქვს აქ არის ან ბოროტება ან სიკეთეა ხო არასებობს სხვა ან ეშმაკია ან უფალია ან ნათელი ან ბნელია არაფერი კავშირი არ აქვს უფალსა და ბელიას ერთმანეთთან ხო აი არა ყოყმანი არა იცოდე რომ ყოველი შენი ქმედება ყოველი შენი ფიქრი ყოველი შენი თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს ნაბეჯი უფლისაკენ ნაბეჯი უფლისაკენ და ეს მაშინ იქნება უფლისაკენ როცა შენი ძმა გიყვარს როცა შენ ძმას პატიო როცა შენ ძმისგან ითმენ რაღაცას გაუგებრობის რაღაცას აი მაშინ ჩას უფლის სიყვარული თორე ახლა ეგრე ყველას რო კითხვა ალბათ 90% უფალი მიყვარსო მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ საქციელით არა მარტო შემდგომში ეს დაპირისპირება აი იდეოლოგიური შემოტანა დაპირისპირება არ ბოროტმა არა მარტო იდეოლოგიური დაპირისპირება ქართველები ყველანაირად დაპირისპირებული არიან დღეს აბსურდ დაპირისპირებით ახლა ქუჩაში ნახდება ისე იმეტებენ ახალგაზრდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ იმიტომ სიცოცხლის ფასიც არ იციან რა ფასი სიცოცხლის არა უფალი თითოეული ამ ადამიანისათვის ჩამოვიდა იცხოვრა ეწამა ჯვარზე ამას რატო არ აფასებ ქრისტეში ადამიანს რატო ქრისტეს ხატებას არ აფასებ აქ მე ვთვლი ძალიან ღრმა რელიგიური დეფიციტია ჩვენს ქუჩებში ჩვენს სახლებში არის რელიგიური დეფიციტი და როცა ეს რელიგიური მაღალსულიერი აი მართლა სიყვარულის თავგანწირულობა აღარ არის ადამიანებში არა მაშინ მოდის თავკერძოება და როგორ მაკადრა როგორ მითხრა მე ერთს კი არ აკმარებს დაუშვდა რა ისეთ სისასტიკით შეუძლია გაუსწორდეს რომ სიცოცხლე წაართოს მოკვდეს კიდევაც ადამიანს ეხლა გქონდა ამ ბოლოს ესე შეხება ჩვენი თანამშრომლის ვაჟი ისე ჩხუბი ისე სცემეს რამოდენიმე ადამიანმა რომ გარდაიცვალა მეთვალცხონემის სული არ ვიცი ხო ტრაგედია ერთი კაცი გარდაცვალება შობლებისათვის უნუგეშო პირობითად ლაბარაკობ ხარ როგორ ვანუგეშო მე უფალია ნუგეშო მაგას ვეუბნები მაგრამ თვითონ ქცევა ამ ახალგაზრდებისა რამხელა ტრაგიკულია უდიდესი სისასტიკით აი არ გათვალისწინება ადამიანი ეგრეში მართლა შეიძლება გვერდს არ გაუჭეჭყო თავი შეგეცოდოს სულიერია ისეწყო აი ეს გაუგებრობები მე უკვე იძენს ფორმას იძენს მე ძალადობას იძენს სიტყვერი ძალადობიდან მე გადადის ფიზიკური ძალადობა და ნუ ჩვენ ხედავთ ეხლა რაც ხდება მტკივნეულია არ გვეკადრება ქართველებს მე თუ მკითხა არ გვეკადრება როგორც ქრისტიან 2000 წლიან ერს არ გვეკადრება ეს ყველაფერი უნდა შევინახოთ მოდი ისე ვიტყვი მტრისთვის გარეშე მტრისთვის ვინც რა ეს აგრესია და შევიმართოთ ქვეყანას უსაზღვროს მე გადმოლახავს ეხლა ესეთი აგრესიით უნდა უპასუხო
იმიტომ რომ ეს იქნებ უნდა გაჩერდეს ხო. თორე ჩვენ ქართველებში ისედაც ჭარბი მე მაინც ვამბობ რომ ჭარბი სიყვარულის მუხტია დამიჯერეთ. ქართული კაც ზიზღი და სიძულვილი მისი პიროვნული არ არის. ეს არ არის ეროვნული მახასიათებელი. ეს არ არის ეროვნული ნიშანი. ჩვენ აი ხა რამოდენიმე შემთხვევა მქონდა ნახე თუ როგორ ზდიან სკოლის მოსწავლეებს ხა არ დავასახელებ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები პირდაპირისპირებით ეხლა ჩვენ ხო ხედავ რუსებისადან თუნდაც ახლა მაგალითად თანამოძმე უკრაინელი დაპირისპირებას როგორ სიძულვილია რა ხო ეხლა ჩვენ ესეთი და ეს დიდხანს სწავლა დამიჯერეთ არ იქნება ეს იოლი იმიტომ რომ მათ ჩვენთან არ ხდება ესა ჩვენთან როგორც კი გადაივლის ეს დაპირისპირების ის პირველი შეხების მომენტი შინაგანი ბუნება გეუბნება რომ არ გინდა შენ ეს რაღაც შენებული არ არის გინდა რომ მოიშორო გინდა რომ შეურიგდე და გინდა რომ ეს დაივიწყო ესეთია ქათოლიკად შინაგანი მაგრამ ისტორიად ესე ყოფილა რომ თუ ყველაზე ძლავრად ქათოლიკად თავის თანამოძმის წინაშე მოიქნებს ხოლმე מחულის. აი ამ დღეში ვარ ჩვენ ახლა დღეს და ღმერთო ქათოლიკაცის სიყვარულის ეს სითბო და სიყვარული ხო ეს ცივი და გაცივებული ეს გული როგორ იმალება ხო და იკარგება ხო ახლა არანაირი მიზეზი არ აქვს ახალგაზრდებს ამ სისასტიკეს სიძულვილისათვის. ახლა რომ თავობამ ჩემმა თავობამ 5 ომი გამოიარა ჩემის თავობამ ეს მეორე მსოფლიო ომის სტიკები გამოიარა ახლა ამათ არ ქონდათ ესეთი რაღაცები არაფერი მე მგონია მაინც რომ ეს მოაკლათ მათ ეკლესიაში ცოცხალი საკვები ცოცხალი წყალი ეკლესიისა რომელიც მუდმივად იცით აი ამ გარდაქმნის ადამიანში შეიძლება ეშმაკის მინ აღძრულ აგრესიებს გარდაქმნის სიყვარულად აქ ხდება ნებისმიერი ადამიანები თუნდაც ის ლაპარაკობთ აი ვიცი შურია თუ მოშორნეობა შემდგომში სიტყვა მოშორნეობა ეხლა არც მაგათ გაბრაზება პირობითად თუ თავისთავად რაზე ბრაზდები და რაზე არ ბრაზდები ხო თუნ ხა შენ მოყვასე ბრაზდები და მე აგრესია გიჩნდება ეს ცუდია შენ საკუთარ თავზე გაბრაზდი ეს კარგია ხო მოდი თუ შენ წენა გახასიათეს მოდი იმას კი არ გეწინოს რომ რაღაცა ვერ დაგინახა მეზობელმა დილ და გამარჯობა რო არ გითხრა იმაზე გაბრაზ დღეს შენ ლოცვები არ წაგიკითხია და ამაზე გაგაბრაზე უნდა გეწინო ხო აი ესე აი აქეთ კი უნდა მიმართო ეს ეშმაკის აგრესიების ზოლი როგორც უფალი მიმართავსო ისე როცა შენ ეშმაკიო ქვას გესრისო უფალი მეორე ხელში კაკას მოგცემსო და აი ესეთი ამ ქვით უნდა გატეხო ეს კაკალი ხო უნდა გატეხო აი ეს გონიერი უნდა იყოს გონიერი ხო და დღეს ახლა იცით აი მე რა არის ყურე გონი არისტოტელეს სიტყვებია რა ისო მაღალი ადამიანიო გონიერი ბძენი ადამიანი იდეებზე ფიქრობსო ხო და საშუალო ადამიანი მოვლენებზეო და დაბალი ადამიანი რაღაცებზე ლაპარაკობს. ეხლა მართლაც ესეა, ეხლა ჩვენ ვიღა ადამიანი როგორ შევაფასო გარეგნულად? თუ მისი მეტყველები, თუ ჩვენ ესე შევაფასო ადამიანი, გამიჯერე ქუჩაში ალბათ 100 მტერი შეიძლება დავინახო. ესა ვიღაცამ ეხლა მოდიოდი გადმოაგდო სიგარეტი, ვიღაცამ მივდიოდი იქ რაღაცა ბილეთი არ აიღო, ამას ვაფიქსირებ ეხლა. ხო და ეხლა 1000 მტერი გავიჩიო. ამაზე არ მაქვს მე. ჩემთვის თავარი ადამიანი არის ცხონებისკენ მავალი და ჩემმა მოქმედებამ მე ეს კი არ შევაფასო დღევანდელი დღე არამედ მისი იდეა საით მიდის ამ გზაზე ადამიანს შეიძლება დაეცეს შეიძლება ადგეს შეიძლება ისე იყოს რომ ჩემ გადასწრება საუნდო და ფეხი წავნე და წავიქცე მაგრამ ჩვენ ყველანი ხო ცხონები გვანგო ცხონება გვინდა ყველას ამიტომ ცხონებისკენ მივდივართ მოდი ერთმანეთს ხეს ნუ შევუშლით ხო და დავეხმაროთ ერთმანეთს რა ამ ძალიან გზერდ მავალი გზა ვიწრუა ეს ბილიკი ეკლიანია და ცხონებისკენ მიდის ხო და ურთიერთასიმძიმე უნდა ვიტვირთოთ ეს აღარ ჯული ქრისტესი და ხა ფართო გზაზე მავალი თუ გინდა ხო მაშინ შეიძლება მათ არ შეეხო ერთმანეთს და ისე იარო დაღუპვისაკენ ძველი აღთმა გამახსენდა მამოვიქიდან ნოის რომ ესე ზურგით რომ მივიდნენ და გადააფარეს მამაო როცა მოშიშვლებული იყო წარმოიდგინეთ მამაო რა სხვა რას იზამდა დღეს რას ვიზამდით ხო აი წარმოიდგინეთ ახლა ნოის რაღაცა ჩაეძინა ისეთ მდგომარეობაში რომ არ ეფარა სიტყვას და მივიდნენ და ზურგით გადააფარეს ორმა იმ შვილმა რომელმაც არ დასცინეს და ერთმა დასცინა ხო ახლა ეს მდგომარეობაში ნახე რა მოცემულობა ერთი იყო ხო ხა შინაგანი ორი სხვა მდგომარეობა შინაგანი ხო ერთმა ეს გააკეთა რატო იცი მამისადეს იყო და პატივისცემა გრძალ არ კონდა და მეორეს ამორს კონდა და ამიტომ მოიფიქრეს ამან ვერ მოიფიქრა ამან ის მოიფიქრა და ზურგით ხო არ დაინახეს არ შეხედეს ხო
ნუ ეხლა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე წეღა რო ვახსენებდით ჩვენ მამაო იმას არიოზ ღვთისმგუმობელის შესახებ რო ამბობდით ძალიან მართლა ხშირად ხდება რომ გარემო როცა არის დაბინძურებული შენზე მოქმედებს არა და შენ რაღაცა ბრილიანტივით უნდა იყოს რაღაცა უნდა ტალახში ჩაგაგნო რომ ამოხვალ ის ბრილიანტი მაინც იმ ფასის უნდა იყოს მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს და თუ შეიძლება მამაო აი ის მომენტიც რო გაიხსენოთ და როგორ მოქმედებს ხალხი მამაო ჩვენზე იმენა ირგვლივ ყოფები მამაო ხო ეხლა კარგი რაღაცა გაიხსენეთ ამასე არიოზე უდისეთი ხმები გამოიწვია არიოზმა რომ რავი ძალიან გაუჭირდა ეკლესიას მისი გადალახვა და ისეთი იმპერია შერყეული ყავდა რა შეხომ წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზის ასე შემდეგ და არიოზი ხო არიოზის კრება მოიწვიეს ხო მაგის შესახებ და მთელი როგორი სიტუაცია იყო პირდაპირ მიადგა ქვაკუთხე ჩვენი ავსარებლობისა ქრისტეს ცდებოდა ხო როგორ და ცდებოდა თუმცა დედამისი მივიდა და სთხოვა შვილო არა როგორ ცხოვრობდა იცით აი უკიდურესი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა ამითაც პატივისცემას იწვევს მე ხა პარალელს გავავლებ დღევანდელ ცხოვრებისთან რამოდენი ადამიანი ვინც დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი ხმამაღლე იბრძვის ამ ახასიათებლებში არიან ნუ ესეთი განათლებაც აქვთ რაღაც ზნეობრივი ნიშნებიც აქვს ყველაფერი პატიოსნები როცა ჩვენთან იყო აი ამ ნიშნით ხო ეხლა თქვენ როგორ ეხლაც რომ სადაც რომ გავინიან და ეკლესიას გარედან უტყავენ თუნდაც ჩვენი ეკლესიის წევრები არიან ხო უტყავენ ამ აქვს ზოგადად ის ნიშანები აქვს მაგრამ ნახეთ როგორია ბოროტი სწორედ ეგ არის რომ ამ ადამიანს მე ვთვლი რომ ერთ შემთხვევაში თავისუფალი არჩევანი აქვს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე შემთხვევაში შემცდარები არიან და შენარჩუნებული აქვს რა ზნეობრივი პირობითა თორე ხა ღვთის ერთგულებაზე ზნეობრივი მეტიოზნეობა აღარ არსებობს მაგრამ შენ საქმეს გამოგები ეს უმაღლესი უზნეობაა თავისთავად ადამიანური კატეგორიით ვამბობ ამას და მაშინაც აი ესე კარებში ცხოვრობდა არაფერი ჰქონდა აბსოლუტურად ადამიანს უღატაკესი ადამიანი იყო და ძალიან ნიჭიერი ძალიან გონიერი და დედამისი მივიდა ეონებას თქობა შვილო ამდენი ძენი ადამიანი გთხოვსო რომ არ არის ეს სწორიო და იქნებაო თუ არ ითქვამ ყველაფერზე და ცდებიო და შებრუნდე და ეკლესიაშიო და ვიციო და უთხრა მაგრამ ამ ჩემრელს ამდენ ადამიანს რა უყო არაო ხო მიმდევრებს აი ახლა კაცი ესეთი ბრძენი კაცი მიმდევრების გამო რო არაწყენინოს და პატივი არ მოიკლოს ამას მიწიერი პატივზე ლაპარაკი ღვთის პატივს აკლდება ადამიანი აი ხედავ ღმერთი ამობს უარს და არ იმდაბლებს თავს და უფალი რას ამობს კაცო უკეთ ხელიშენი გაცვენა თვალიშენი გაცვენა მოიჭერი განაგდე მოიშორო ყველა ნებისმიერ რამე მოიშორო ღვთის გზაზე რაც კი ხელს გიშლის ამა პატივი ვერ დათმო ისიც აღმერთებდნენ ეხლა ეს რომ მოდიოდი უსმენდი ის ოკეი ნიკოლოზი რო თავის მრევლი რო ყავს ამდენ ხა ჩვენ ხო ქრისტეს ახსენებს იმრევლი დადის და აი საწოდავი მდგომარეობა ერთისაც და მდგომი ადამიანებისაც ხო ხა ეს ხდება ისიც ამ პატივშია ამ პატივს ვერთმობს სხვა არაფერი მე რეშმაკი ამბობ ნელ-ნელა აღრმავებს და შეიძლება ფსიქიკურ პრობლემამდე მიიყვანოს ადამიანი და უკვე აღარ იყოს შემდგომში როგორი ადამიანი იცით თვითონ აღარ მოქმედებს ეხლა ჩვენ ავიცი ისეთ სიტუაციებია შეიძლება ბოლო ჯამისკენაც მივდივარ და აი ანტიქრისტი ესეთი იქნება ჩვეულებრივი ადამიანი იქნება რომელიც არც ერთი წამი არ იქნება თავისუფალი ეშმაკის გავლენისაგან ეს მდგომარეობა ახლა შენ თუ მუდმივად ეშმაკის გავლენის ქვეშ ხარ ნუ წარმოიდგინე ახლა შენ იქიდან გათავისუფლება ანუ აპარტამენტებს ველაპარაკობ ჩვენ ახლა პატრიარქი როგორც ამბობს რომ მხოლოდ სამების სასწაულს შეუძლია განკურნოს ადამიანს ეს გაცემის უმაღლესი ისიც შენ უნდა მიხვდე მამაო და მოინდომო ხო თუ არ მოინდომო ხო რა თქმა უნდა შენი თავისუფალი ნება აუცილებლად მოქმედებს აქ თუნდაც შეზღუდული საკითხი ძალიან დიდი ბოდიში ერთი რაღაცა უნდა ჩაგიკითხოთ აი მამა აკაკი თუ რა ჩემთან ხომ მობრძანდება ხოლმე რომ კვეთებულებს კითხულობო და აი როცა 20 წლის წინ მაგალითად 100 კაცი იყო ჩემთან მომავალიო დღეს არისო მიახლოებით 10000-ია აი რაოდენობა ნახეთ მამა რომ უბრალოდ ეშმაკმა რამხელა ისიხმარა რომ ადამიანები რამხელაზე დააზარალა აი რამხელა იმით
ესე იგი ჩვენ ხა ვამბობთ ხო არა კარგი იყო რაღაც გამასხედა შემდგომში ახალი ათქმიდან ხო ხა ადამიანის რაც თვალია სხეულისათვის ხო მთელი სინათლის ნაკადი აქედან ვიღებ ისეთი ის გონება ადამიანისა დღეს სწორედ გონებაში შეაღწია ეშმაკმა იმიტომ რომ ადამიანის გონება ამპარტავნული გახდა თავისი იდეები თავისი აზრებით ამ აზრების გაგებით ტრაბახობს უფალი კიდე ძალიან მარტივია ჩვენთან ეს აღარ ეკმაყოფილებს იცით აი ხა ეს რა არის ეს ამბობ და რაღაცა შტაინერის თეორიას დაახვავებს ესე რაღაცა აი ეს ნამდვილია იმიტომ რომ მიჭის გაგება და ის ადვილი გასაგები ესე იგი რა არის არ აქამდე ეხლა როცა ეს უფალი ამბობს ამ ყველაფერს რაც ჩვენ თქვით ხო აი ეს გონების ამპარტავნებიდან მოდის ყველაფერი ესა და უნდა შევძლოთ რომ გონება დავიცვათ რითი მამაო თუ შეიძლება აი რაღაცა ხერხები ვიცი რომ ლოცვა და ღმერთთან ყოფნა მაგრამ აი აქაც მამაო ზოგი მაგალითად ლოცულობს ღმერთთან ყოფობა გონია მაგრამ შეიძლება დემონთან იყოს აი ამ შემთხვევაში მამაო აი როგორ უნდა მივხვდეთ მამაო რომ ცდებით იმიტომ რომ მამაო თქვენ რასაც ამბობთ მამაო აღიარებაო უჭირს აი ბოდიშის თქმა რატო უჭირთ აღიაროს ადამიანს უჭირს ყველაფერში მამაო რომ აღიაროს რომ მარცხია შეეშალა რაღაცა ეს მომენტი უჭირს მამაო ძალიან და თუ შეიძლება მამაო რომ აი ეს როგორ მივხვდეთ რომ აღიარება ვისწავლოთ იმიტომ ამ სხვადასხვა მამაო ეხლა რას დაუკვირდე იცით რომ ეკლესიასაც მაგიტომ ებძვიან იმიტომ რომ ეკლესიაში რა ხდება ეკლესიაში ხდება ის რომ სარკის ეფექტი მიდიხარ გეუნება შე რაც ხარ გაღიარებინებს იმას და აი ამას იმიტომ ებძვი რომ არ აღიარო ვინ ხარ გეუნება რომ ვიღაცა წარსულ შენზე ძლიერი იყო აი ამას გეუნება და აი ამას ვერ იტანს ადამიანი ამიტომ აი მოდი თქვა მარტივად თუ გინდა წმენაში გაძლიერდე უნდა ჯული ავასრულო ამას სხვანაირად არ ხდება ჯურის ასრულება ჩვენთან იწყება ნუ ნათლობით აღსარება ზიარება მთავრდება ამით ხო ყველაფერი ესე წვერვარი ჩვენი ბეჭედი ჩვენი ქრისტიანობის ზიარება ადამიანი რომელიც ამას რატო გეუბნება უფალი რატო გეუბნება ეკლესია რატო ამ პატრიარქს კვირაში ერთხელ აუცილებლად ეზიარებოდეთ ეს ცოცხალი ურთიერთობაა ეკლესიასთან აი იმ კვირის ბალასტ კვირის დაგროვებულ ამ დესტრუქციულ მუხტს რომელიც შენში არის იმ წუთში ნოლად აქცევს და გარდაქმნის უფალი გასუფთავებს შინაგან და მე კიდე ერთი კვირი მაროცა ეს გეძელება აგი გავიდა მარხვა ნუ აღდგომას ვერ მოახერხე გავიდა ამაღლება სულთმოებელს არ ვიცი არ ახსა და გავიდა წელიწადი და ერთხელაც არ ზიარებულ ხარ ეხლა როგორ გინდა ამდენი ბალასტი დაგროვებული საით მიყევ ხარ ამას ეს ხო გამძიმებს ეს ხო გძიავს ნენელა და მე იცლება შენი ცნობიერება იცლება გონება იწყებს გარდა სხვანაირად ხედავ და აფასებ მოვლენას აი ეხლა რაც ქუჩაში ხდებოდა ჩემ რეებთანაც მათ შორის რამოდენად დისკუსიები მქონდა ერთი და იგივე მოვლენას ვაფასებ სხვადასხვანაირად რატო ხედავ ხო არა მეუბნები იმიტომ რომ მე იქ ეკლესიაში ვარ და ვარ იცით როგორ აი როგორც ერთი მრევლის წევრი ჩემი წოდებით მივდივარ უფალთან და ვთხოვ რომ ის ჩემში დაგროვდა აი ეს და მომიტევ უფალო რომ მე სულად არ წარწმდე და ამ წარწერას არ შემეცვალოს ეს წარმოადგენები და შეხედულებები და მან დიდი დრო გააცინდა გავიდე იმ ხელად რომ აღარ სახსარება ჩაუბარა აციერება ჩაუბარა თავის ეს წვეწვეთა ნაგროვი შხამმა შემდგომ და ამ გონების ამ გონებაში ჩაიწვეთა შეცვალა მისი ცნობიერება შეცვალა მისი მდგომარეობა ეხლა ხო და აი ეს რიტუალამდე კი ნუ დავიყვანთ ამას რომ მე ეხლა ერთხელ მივარ ორჯერ მივარ მოიყვანებ ცოდნა არ ვიცი საიდან იღებენ ეხლა კონსტანტინე ერთხელ ბოლოს მეფე ხსენება იყო იმპერატორისა ეხლა ბოლოს ერთხელ ეზიარა და ბიჭო კონსტანტინე სხვანაირ დრო იყო და სხვა ვიტარება და თან ერთი კონკრეტული მაგალითი არ წვიტავს თელ რა თქმა უნდა კაცო ეხა ეგრე ავაზაკიც ხონდა მაგრამ ის იმას ანიშნავს რომ თელი ცხოვრება იავაზაკო და იმას ის ერთი კონკრეტული მომენტია ხო მამო სხვათა შორის მაგას იყენებენ ხოლმე სამწუხაროდ ჩვენ და ხო იმიტომ რომ რაღაცა წახალისება ბოროტისაგანო შენ შეგიძლია თელი ცხოვრება ცუდად იცხოვრო აგერ აი ერთი კონკრეტული მომენტი ვიღაცას რომ გაუმართლა მაგით შენ ცხოვრება ის მისი ცხოვრების ბილიკია ის ისე მივიდა უფალთან ის ისე ეგვიპტეზე რომ ამბობენ ხოლმე ერთხელეზია ჯერეზია რა იცი არ შეიძლება ეს როცა გააქვს საშუალება მას ოქონოდა აუცილებლად ბევრჯერ ეზიარებოდა ანუ ესე არ არის ხო თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რომ როგორ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგეთ მამო და როგორ უნდა გავითვალისწინოთ აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამო აი ამ პატარა ფიფქებისაგან მე ზვავი იქმნება დიდი აი მაგალითად დამიშვია რაღაცა პატარა ცოდვა რაღაცას თვალი დამიხუჭია ვიღაცის რაღაც გამიტარებია და შემდეგ მომხდარა ისე რომ მე შემსდა რომ რაღაცა დიდში ხო სიტყვაზე აი ამ შემთხვევაში მამო აი პატარებს რას მივაქციოთ მამო ყურადღება იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მაგალითად
ერთ მარხვაში დაუშვებ მაგალითად თევ შევჭა მე ის და მე შემდგომ რაღაცა რო ხდება ხოლმე შეიძლება დიდი მარხვაც დაარღვიო რა ანუ მე გეუბნები ცხოვრების წესეც ეგრე არის ცოდვაში რა აი მხელა დღეს არაფერი არ არის შევიგინები ან დავიწყევლები ხვალე მე უკვე სინამდვილე შეასრულებ ამ ყველაფერს მამაო და რთული ეგ არის იმ წყევლასაც გიხარია მე და რაღაცა უკვე ერთი წყევლა შეიძლება არაფერი მაგრამ შემდეგ სიტყვაზე მომფანო ეს წყალებში შემოგვიოს რა დიახ კი ამიტომ მამო ნები აი ესეთ როგორ არის ქმედება რომელსაც შემოქმედებ აკეთებ რაღაცას თავისთავად ეს შემთხვევაში არის კეთილი არის ბოლოდ ან კონსტრუქციული და დესტრუქციული თუ შენ ეს ხონდა მეორდება ხშირად მეორდება მე როგორ ჩვევაში გადადის ეს ჩვევაში და მე როგორ შენ ცხოვრე პიროვნებას ქმნის შენ დამოკიდებას გიყალიბებს რაღაცების მიმართ ხა ერთი მარხე სუმაგონდება სუნათი ჩვენი მეფე ერეკლე ის ხალხის ბულიონი კაცი ყდებოდა ხალხის ბულიონი აჭამედო რასამოფო კაცო აი ხა მეფის ცნობიერება ამ სიმაღლეზეა პასუხისგებლობის ლაბარაკო რასამოფო კაცო თავადი გაიგებს ვაზნარი გაიგებს და გლეხი გაიგებს და ვეღანა წამი ხდებაო კაცმა ისე მოკვდა კაცი ბულიონი არჭამა მარხვაში ეხლა ჩვენ ხანისია ხა ხო გზავრობაში შეიძლება იქ რა სუბგზავრობაში ვართ ასე ვთქვათ კილომეტრებია გაკიდებული ადრე თუ მაგდამ გზავრობაში რა ვიცი ეხლა სუმგზავრობაში ვარ ეხლა მე მიზეზი არ დაილევა გამოდის სათნახევარ დამჭირდა ხო და ამ მიზეზი არ დაილევა რა მე ის რაღაცა ამიტომ რაც შეიძლება ხა ფანატიკურში არ უნდა გადაგვივიდეს ეს ყველაფერი მართლა რასელის მიმდევრებს არ უნდა დავეზრახოთ ის გადასმაში მაგრამ ხო არ ვახსენებ მეფის სახელს უფლის სახელს ხო და მაგრამ ის რომ პრინციპულად უნდა დავიცვათ მე ბამბო ბაი წესრიგზე ვახსენე და დისციპლინა ეს დისციპლინის საკითხია კაცო რაც არ შეიძლება არ შეიძლება ხო რაც შეიძლება თორე ახლა მაგალითად ჩემი მეზობელი იმიტომ დამიძახა მოხევია ხინკალი გავაკეთო სუმაგას ვეუბნები ბიჭო ჩამოხარ გამიკეთე მე გამიკეთე ხინკალავე 4 შაბათი დაიღო ხო ახლა რა თქმა უნდა იმკას არ ვაწყენე და შევჭამე ხინკალე მაგრამ მე შინაგანად ის არის რომ ეს არ იყო კარგი მაინც მეუბნება რომ უბრალოდ ხო იქნება უნდა გეთქვა იმ კაცის იქნება იმ კაცის მოკლედ აი ეს რაღაც გაურებულ საშინელ მდგომარეობას ხო ეს რაღაცა შეიძლება მაგრამ ხა თუ სისტემატურ სახე გამეორებას უნდა საკე იქნება მე რეკი დაბადების დღეს ხარ მე იქ ხარ მე იქ ხარ მე უკვე ხო რა მე ეტყვია ხო რაღაცა არ არის მთავარი მარხვა ხა მოსწავლესაც ვიყავით მაშინ რა ქვია კოზეფაში და იქ ექსკურსიებია და იმდენი ისეთი ტკივილით განვიცადე რომ იმდენი შიშიშულე ხალების წარმოუდგენლად ეს ხო მონასტერი ეს ხო მამათა მონასტერია სად მიდიხარ ხო უნდა ხვდებოდე ამას ეხლა გარეგულ ნიშანზე გარეგულა შინაგანზე მარხვაზე ვლაპარაკობ ამას ხო რა ეხლა თითქოს ჩაცმა თითქოს მე მამამ უსთხოვა ეს რომ იქნება ტანზე მაინც შემოიკრაო მართლა საშინლად ეცვა იმ ქალბატონს და მე შემოსილი ვარ არ მჭირდება ეს კაცი გაიწია უკან ეს ბერი იმიტომ რომ რაღა უნდა უთხრა ამ ადამიანს ხო მაგრამ აი ეხლა თუ გარეგანის დაცვა არ შეგიძლია შინაგანს მიტოვებებზე დაიცავ. იმიტომ რომ განეგანი თუ არ მოაწესრიგე შინაგანს ვერ აწესრიგე. ამიტომ ეკლესიამ ჩარჩოები დაადო, რომ აი როგორც ცხარს შემოღობავენ, რომ იმის იქით არ შეიძლება იმ მგელი შეგჭამს. თუ წემსი გაგიყვანს, გაძურებს და მოგიყვანს დაგაბრუნებს, მაგრამ შენ თუნ და არ მიხარ იქიდან ადრე მგელი შენ თუ შეგჭამს. თუ გარეგანი არ მოაწესრიგო დაუცილებლად წესებს უნდა დამორჩილდეს ქრისტიანი შინაგანი მორჩილებით დამორჩილდეს ამას. ეს არის თუ ჭამ პავლემოს თუ ჭამ სიყვარულით ჭამ. თუ არ ჭამ ისე სიყვარულით დაჭამ. ხო და ხა ეს უნდა იყოს თავარი და ხათაშორის მამო რა კითხვამდე მივედი ამ შემთხვევაში იცით მამო ადამიანს მართლა დაგვავიწყდა რომ ეხა თქვენ რასაც ამოთ ვინ სად რისთვის მოვედით და სად მივდივართ ეგ გვავიწყდება. აი ეს ყველაფერი ამ ყველაფერ პრობლემას რა ქმნის იცით რომ ჩვენ რისთვის მოვედით ეგ ყველას დაგვავიწყდება. ყველას ასგეუნებთ ამ რაღაც ძირითად ნაწილს რომელიც ცუდად ვიქცევით, ხო? ამ შემთხვევაში მამო, ნახეთ, ცხონებისთვის მოსული ადამიანი, რომელიც არაფრისგან გაჩნდა, უნდა მოხდეს ზეცაში და ღმერთის გვერდით უნდა დამკვიდრდეს, ამ ყველაფერს ვერც იხსენებს, მამაო და არც ახსოვს, თორე ეს რო გახსოვდეს შენ, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული, აი მაგ ჩასაცმელზე და იმაზე რო თქვით, მამაო, ის ადამიანი მონასტერში რო წავიდა არ გაუთვალისწინებია რისთვის მიდიოდა, სად მიდიოდა და ყველას ცუდი რა არის მამო ექსკურსიები გონიათ ყველას მწვადი შეწვა და ისა რა ქვია მე კეიფი და რო ადიან ხოლმე ძალიან ბევრი აი კლასები ისინი მინახია ძალიან კარგია რომ მონასტერში მიდიან მაგრამ
იქ რომელი საუკუნის არის ის მონასტერი, რა მოხდა, რისთვის აშენდა, რატო ავიდნენ, ის ამას ვერ ხვდებიან, ხალხი ძირითადად. კიდე მივადექით ჩემ ძალიან მტკივნეულ საქმეზე, ჩვენ ქვეყნის ძალიან მტკივნეულ საქმეს. განათლების სისტემა უკვე რადიკალურად შეცვლილია. აი ეხლა იქ რომ იმაში რა ქვია, სკოლაში ყოფილიყო ხდელი, რომელიც იქ დამიჯერეთ ძალიან ლამაზად. მივიდნენ ბავშვები, იგალობებდნენ ბავშვები, იქნებოდნენ მასწავლებელი ვერ განვასხვიე მომსწავლესგან თან ერთნაირად ეცვათ. ხა როგორი ავტორიტეტი შეიძლება კონდეს მას ამ კონდეს. აი ამიტომ უნდა ყველა სკოლაში იყოს მოძღვარი. არა ის დაუშვათ რომ რაღაცა რელიგიური თემებით, არა ზნეობის ტრადიციის თემით უნდა შევიდეს და ასე შემდეგ. რატომ საბოლოო ჯამში ქართულში თუ რამე ქართულია და ქართული ქვია ეს ქრისტიანულია და თუ რამე ისეთი არ არის რაც ქრისტიანული არ არის ის არც ქართველურია დღეს იმიტომ რომ 2000 წელი გავიდა. ამიტომ მე ჩვენი ქვეყნის მომავარ ჩემ შვილებში ვხედავ სხვა არც მეიმედებოდა არ შეიძლება რომ მეიმედებოდეს 3 მილიონში დასადაც ქართველიდან სამწუხაროდ 3 მილიონში დასადაც ქართველი არ არის ეს დემოგრაფიული საკითხი ტკინეული საკითხია და ეხლა იმის გამო რომ რაღაც თავი ვერ ვიტყვით რომ ყველაფერი კარგად არის, იმიტომ არ არის ყველაფერი კარგად, რაღაც პრობლემურია ძალიან საკითხები ამაზე თავრობის საფიქრები ცალკეა და ერმაც უნდა თვითონ თავის იფიქროს. ჩვენ თუ აი ჩვენ ევროპულობაში რა მომწონს იცით? პერსონალურ პასუხისმგებლობა შეუძლიათ. ეხლა ნელ-ნელა გადაყავთ რა თქმა უნდა ტოტალურ ესეთ რაღაც მასამდე გადაყავთ უნდა ერთი ტვინი დააზრონო, მაგრამ ადრე ეს იყო ევროპულობა, იყო პერსონალური პასუხი, აი ბერძნულზე ვლაპარაკობ, ელინურ ხანაზე ვლაპარაკობ, თუმცა ადამიანი პიროვნულად იყო ერის ცნობიერების მატარებელი. და იმისგან შედგებოდა. ეხლა ხო და დღეს ეხლა ესე არ ჩანს თითქოს რაღაცა წამბაძველობამ ძალიან ისეთი იქნა, ერთ მეორეს ბაძავს, რა ვიცი, მოკლედ ძალიან მაღალ პირველ დონეზე გვესმოდა ჩვენი როლი. ქართველობისა, ქრისტიანობისა და მე უნდა ვიყო ამის აღსრულებელი და ჩვენი ეკლესია სწორედ ეგ არის, პიროვნების ეკლესიებია. ჩვენ თითოეული პიროვნება, ინდივიდი, პერსონა ვაერთიანებთ ქვენით ეკლესიას და თავისუფალ და გაერთიანება იმიტომ არის. თავისუფალ პიროვნება და გაერთიანება და არა მასიური ტოტალიტარული სექტები, რომელიც შემდგომში ყალიბდებიან ან დასავლეთ ან აღმოსავლეთის ხო და რა ვიცი, ქართული მესნა გაითავისუფლეთ. ძალიან დიდი მადლობა მომო, ესეთი ლამაზი საუბრისათვის, აი უღრმესი მადლობა. თქვენთან საუბარი, რა ვიცი, 1-5 საათი კიდე რო იყოს, არ მომწყინება ისე საოცრად საუბრობთ. ძალიან გთხოვთ, ყველა მინდა რომ მამაო სამეზობლოსაც მიმართვა და გთხოვთ თქვენი პირადი ამბიციები გადად დიდი ღომში ცხოვროთ, ხო მამაო და შესასვლელში ის კარი იქნება თუ რაღაცა ერთმანეთს დაუდგეთ გვერდზე რომ რაღაცა აი ხო არის რომ ვიღაცის კეთილგანწყობა რაღაცა უნდა მოიპოვო, ხა აი სასულიერო პირს რო ესე გული დაწყდება რომ აქამდე მოიტანს ამამავს და რაღაცა ხო რაღაცა ვიღაციგენ დაიკითხოთ ეს პირადი ამბიციები ხდება ხოლმე გვერდზე გადავდოთ ხოლმე და რაღაცა საერთო საქმე გავაკეთოთ რა იმისათვის რომ სიტყვაზე აი შეიძლება ვიღაცას იქ კუთხეში მაცხოვრებელი არ მოწოს თუ შეუძლია რომ ბაღი განაშენოს გააშენეთ გაალამაზეთ იმიტომ რომ ჩვენ როგორ ვართ დასულ აი რატო უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ის გამოიყენოს შენ თავარია გააკეთე და ამას უფალი გაგიფასებს აუცილებლად და მე ეს ყველაფერი იმ სხვასაც გამოასწორებს ჩვენ ხო გვიცით რომ ვიღაცა ვინც ვერ გიგებს შენ გაუზდელია და შენი საქციელებით გაზარდე რა თუ ესეთი მაგარი ხარ აი ესე უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს და კიდევ ერთხელ მამა მოვიკითხე ყველა იმ ადამიანს ვინც თქვენ ოჯახის წევრებს ქალბატონ ნინოს და ყველა იმ ადამიანს ვინც თქვენს ირგვლივ არიან იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიმდიდრე ხართ იმიტომ რომ ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოხვალთ ნეტა სუგეცალოთ მამაო რომ მობზანდეთ ხოლმე ჩვენთან დიდ მადლობას მოვახსენებ და ჯარს მადლობა რომ აი ესეთ ადამიანს ესე გივლით მამაო დიდი მადლობა ყველაფრისათვის რა და აუცილებლად პატიმრებს კიდე განსაკუთრებით მოვიკითხავ რუსთავის ციხეს და გუშინ გამომცა მატროხოვის ციხე და იქ ძალიან ბევრი ადამიანის რომელიც ძალიან მაგარ რაღაცებს წერთ და კონკრეტულ ადამიანებს გვარდასახეს არ დავასახელებ იმიტომ შეიძლება თვითონ არ უნდოდეთ და დიდი მადლობა იმისაც ბევრი წერილი მომდის იქიდან და ბევრი ყურადღება მეკცევა მაკეთა მხრიდან და უღრმესი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ სულ ფიქრობ ხოლმე იმაზე რომ გამორჩება ხოლმე ფიქრობ რომ მეთქი ალბათ იმათ ეწყენთინა და მინდა რომ ჩამოთვალო ხოლმე ესე ყველა და დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ ჩვენ და რაღაცა ჩვენი ტკივილის ასატანად თქვენ ხართ ეს პატიმრები და თქვენი
ის ტკივილი გადაგატანინოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ, რა თქმა უნდა და ბედნიერებას გისურვებთ, გემშვიდობებით აუცილებლად დაგიბრუნდებით. იქითა სამშაბათ საღამოს რის ნახევარს და კვირა საღამოს გავა ეს გადაცემები აუცილებლად. კარგად ზანდებოთ, მე გახდით გიორგი დარასელია, მამა დავით ლონდარიძე გახდა ჩვენი სტუმარი და ბედნიერებას გისურვებთ, ხვალიდელ დავით გარეჯობას გისურვებთ, გილოცავთ აუცილებლად და ბედნიერებას გისურვებთ ყველას იმ ადამიანს, ვისაც ეს წმინდანი გიყვართ. კარგად ზანდებოდეთ დროებით.